Rav ქონებაზე როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ პრიზმაში, IOCA International Real Estate. ქართული კომპანია დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე. ემირატების მიმართულებით ძალიან საინტერესო ხელწერა, ძალიან საინტერესო შტრიხები, პერსპექტივები, გამოწვევები და რაც თავარია. ამ შემთხვევაში ის ასპექტები, რაც უძრავი ქონების მიმართულებით ეს ოდენ გვაინტერესებს ჩვენს გადაცემაში, გადაცემის ეგიდით და ყოველთვის ამ მიმართულებებით ძალიან საინტერესო კითხვებს სვავთ ხოლმე. და ძალიან მაგარი სტუმარი გვყავს დღეს კეთი იოსელიანს მინდა მივესალმო, რომელიც IOCA International Real Estate-ის დამფუძნებელი გახლავთ. კეთი, მოგესალმებით, ძალიან მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, სანდრო, მადლობა თქვენი მოწვევისთვის. კეთი, მოგესალმებით ტელემაყურებელს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. უპირველეს ყოვლისა, კეთი, არც თუ დიდი ხნის წინ დედაქალაქში ძალიან საინტერესო, არა მარტო დედაქალაქში, ბათუმშიც მათ შორის, ძალიან საინტერესო კონფერენცია შედგა, ძირითადად, რომლის ძირითადი მიზანიც ამ შემთხვევაში იყო ერთგვარი პრეზენტირება იმ პერსპექტივების, რაც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებობს, იმ თავითვე, მაგრამ სანამდე ამ პერსპექტივების დინამიკაზე ვისაუბრებთ, მანამდე რამდენიმე სიტყვით IOCA International Real Estate-ის შესახებ გვიამბეთ, რომელიც წლიდან ოპერირებს კომპანია რეალურად ბაზარზე და შესაბამისად რა არის მისი მიზნები, რეგლამენტი და გამოწვევები გისმენთ ყურადღებით. მე ვარ კეთი იოსელიანი, კომპანია IOCA-ს თანათავმფუძნებელი, ჩემს მეუღლესთან და ჩვენ ქართულ მეგობრებთან ერთად ხასუსვამეს გახლავთ ემირატებში პირველი ქართული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც დავაფუძნეთ, დაახლოებით 1 წლის წინ, თუმცა ძალიან წარმატებით და ძალიან აქტიურად ვოპერირებს და აქ არ არის მნიშვნელოვანი იმდენად თავად კომპანიის, ასე ვთქვათ, ხანდაზმულობა, კომპანიის უკან დგას ძალიან გამოცდილი გუნდი, როგორც ემირატებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მე პირადად IOCA-ს დაფუძნებამდე რამდენიმე ძალიან დიდ კომპანიაში მივიღე ემირატებში გამოცდილება, რაც ძალიან საინტერესო იყო ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის შესასწავლად და მანამდე 15 წელზე მეტი ვიყავი დეველოპმენტის სფეროში საქართველოში, ორ ძალიან დიდ პრემიუმ კლასის წამყვან კომპანიასთან ერთად, ეხლა სახელებს არ დავასახელებ, რეკლამა არ გამოვიდეს. ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, მომხმარებლების სია 1000 ადამიანზე მეტია, ვინცთანაც აი ამ სფეროში ურთიერთობა მქონია. შესაბამისად, ჩემთვის, ჩემი მეუღლისთვის, ჩვენი გუნდისთვის ძალიან საინტერესო იყო აი ამ გამოცდილების, ასე ვთქვათ, გადატანა ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს სფერო არის ყველაზე, ვიტყოდი, ყველაზე მზარდი და დინამიური არაბთა გაერთიანებული საემირო. სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში არ არის ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, საკმარისი ინფორმაცია ამ თემის შესახებ, რამდენად საინტერესოა ინვესტიცია ამ ემირატებში. სწორედ ეს იყო მიზანი ჩვენი პირველი ღონისძიების, რომელიც როგორც ახსენეთ, სანდრო, ჩავატარეთ თბილისი მარიოტში და ასევე ბათუმში, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, awareness-ი ყოფილიყო პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირებისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოგვეცა, თუმცა საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი მუშაობა ამ მიმართულებით და ვეცდებით. კითხვას დავისვათ თქვენ ნებართვით, ანუ რეალურად საქართველოს ქართული ბიზნესის ინტერესები არაბთა გაერთიანებული საემიროს მიმართულებით არის მზარდი. ნუ შეიძლება ეს რაღაც დიდი მაჩვენებელი არ არის სტატისტიკურად და ეხლა დიდი პროცენტულ პროპორციაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წლიდან წლამდე სხვადასხვა მიმართულებებით. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გამოწვევებს, მაგალითად სარესტორნო მიმართულებით, მაგალითად ავტომობილების მიმართულებით, მაგალითად თუნდაც უძრავი ქონების მიმართულებით. მოდი ცოტა ის კითხვას დავსვავ, რიტორიკა ნარეულ კითხვას დავსვავთ. რა ვიცით რეალურად დუბაის შესახებ? და რა ვიცით მათ შორის იმ პერსპექტივების შესახებ, რაც შეიძლება რეალურად რომ ამ ბაზრიდან წამოვიღოთ, იმიტომ რომ თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართლა ირმის ნახტომი გააკეთა ემირატების ბაზარმა. და შესაბამისად, ანუ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამოვიყენოთ. საკმაოდ ლიკვიდურ აქტივობებზე გვაქვს საუბარი, ხო, უძრავი ქონების კუთხით. მაშინ და მე მინდა აი ნაწილში მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ამ მიმართულებით. ეს არის ამოუწურავი თემა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საინტერესო მოდელია და ჯერ ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეზობელი ქვეყანაა. სულ 3 საათის საფრენი დისტანცია გვაშორებს. როგორც ახსენეთ, ნამდვილად არაერთი ქართული კომპანია შევიდა უკვე ამ ბაზარზე, ძალიან წარმატებით ოპერირებს სარესტორნო, არა მარტო სარესტორნო სფეროში, ბევრ სფეროში და ინტერესი არის ძალიან დიდი. სხვათა შორის უძრავ ქონებაში ინვესტიციის ინტერესიც საქართველოს მხრიდან არის ძალიან დიდი და ეს ჩვენი კომპანია, რაც არსებობს
ჩვენი გამოცდილებითაც დადასტურდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. მე აქ ვერ ვხედავ, თქვათ, საფრთხეს, რომ რაღაც ინტერესი წავიდა ეს მეზობელი ქვეყნისკენ პირიქით. მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან საინტერესო ამ გამოცდილების გაზიარება, სარგებლის მიღება, თუნდაც იმ ინვესტიციით და ეს სარგებელი ემირატებში განსაკუთრებით სწრაფად აისახება დროში, ძალიან სწრაფად. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, თქვათ, იგივე ჩვენი კომპანიის საშუალებით განხორციელებული ინვესტიციების დროს ინვესტორი სადღაც 4-6 თვეშიც უკვე ხედავდა ძალიან დიდ შედეგს, ეს არის 30-50%-იანი ამონაკები ინვესტიციაზე, რადგან ბაზარი არის დღეს ძალიან მოთხოვნადი და ძალიან სწრაფი. ზოგადად ემირატებს გულისხმობ, თქვათ 20-24 წლის მონაცემებით 150 მილიარდი დოლარის ქონება გაიყიდა. და ეს უკვე წელს დაახლოებით ეს ასე ვთქვათ მონაცემები 30%-ით არის გაზრდილი. ფაქტიურად სულ ყოველწლიურად ტემპი იზრდება, მოთხოვნა იზრდება, ეს ამის განაპირობებს ძალიან ბევრი ფაქტორი. ალბათ ყველა მიცის უსაფრთხოების სტანდარტები და დონე, რაც ზოგადად დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ეს ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა, საერთოდ პროცესი ზოგადად ზამშვიდად და უწყვეტად მიმდინარეობდა ყველა მიმართულებით, საერთოდ არასდროს არაფერი არ იგრძნობა, მუდამ ინარჩუნებენ ნეიტრალურ პოზიციას. სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, თავარი სტრატეგია თუ ადრე იყო ინვესტიციების მოზიდვა. ეხლა თავარი სტრატეგია არის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მაქსიმალურად რესურსული, ინტელექტუალური რესურსის მოზიდვა და მოსახლეობის სწრაფი ტემპებით გაზრდა, რაც უკვე აისახა ჩემი იყოფნის დროსაც შემიძლია შევადარო. დაახლოებით ბოლო 2-3 წელიწადში 1 მილიონით თუ მეტით არის გაზრდილი მხოლოდ დუბაის მოსახლეობა. ეს ადამიანები რეალურად მოსახლეობის ახალი ნაწილი, ვინც ირჩევს ამ ქვეყანას საცხოვრებლად, არის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის ძალიან განვითარებული ქვეყნებიდან ეს არის ამერიკა, კანადა, ევროპა, ავსტრალია. ჩემი კოლეგებიც, ჩვენ ახლა ქართული კომპანია არის, თქო, სულ ხას უსვამთ, რახან ქართველი დამფუძნებლები ყავს ქართველი კოლეგები, მაგრამ ასევე ყავს უცხოელი ბევრი თანამშრომელი. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ბევრი მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა თქვენმა საუბარმა ძალიან ბევრს გაუღვივა ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტიცია უძრავ ქონებაში განახორციელოს არაფერთან გაერთიანებულ საემიროებში. ორ ნაწილად მინდა დავყო ჩემი კითხვა. პირველი, უძრავი ქონების ფასები და ვიცით ეს ძალიან კარგად, რომ ძალიან მზარდია, არაწლიურად, არამედ კვარტალურად. ეხლა მარტო ჩვენ გვწყინს ეხლა ცოტა ისე გამომდის, არ მინდა რაღაც ცინიკური ნარევი პასაჟები გავაქვს ჩვენმა მაყურებელმა საქართველოში რო იზრდება ფასები თუ ამაზე მაქვს საუბარი, უნდა გაიზარდოს, უნდა გავძვირდეთ როგორც ქვეყანა ამაზე. ხო, ეხლა ლონდონში როცა გაქვს უძრავი ქონება მილიონერი ხარ, ნიუ-იორკში როცა გაქვს მილიონერი ხარ. დარწმუნებული ვარ, დუბაიში როცა გექნება უძრავი ქონება, გახდები ძალიან მალე მილიონერი, ხო? მე მინდა რომ თბილისში უძრავი ქონების ფლობელები იყოთ მილიონერები, გამოტანებული, მაგრამ ეს უნდა უსურვოთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენი დიდი ამიტომ ვიძახით, თორე მე რა თქმა უნდა ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობის ბრწყინვალებით უნარიანობა ვერ ეწევა. შეიძლება ეხა იმ ფასებს რაც არის, მაგრამ ეს თავგე სასაუბრო თემაა. მაგაზეც ვისაუბრებ. კი ბატონო. ძალიან ბევრს აქვს ინტერესი თვითონ და მე აი თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ აი დინამიკა როგორია უძრავი ქონების ფასების ზრდის დინამიკა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ეს ერთი და მეორე. სხვადასხვა აი რეზიდენტობასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, იმიტომ რომ ეხლა ვიცით ძალიან კარგად, რომ დღეს არაბთა გაერთიანებული ემირატების მოსახლეობა ჯამს თუ არ ვწდები, შემისწორეთ თუ ვწდები არის 8 მილიონი, აქედან რეზიდენტი უშუალოდ ეთნიკურად არაბი, ეს არის დაახლოებით 2 მილიონი, დანარჩენი 6 მილიონი. ძალიან მცირე. ძალიან მცირე. ესენი არიან დღეს 10%. 10%. კი ბატონო. არის. გარკვეულ სირთულეებთან ხო არ არის დაკავშირებული უძრავი ქონების შეძენა უცხო ქვეყნის რეზიდენტისთვის? არა, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივია, ყველაზე გამჭვირვალე პროცესია, ზოგადად საოცარი სისტემა აქვთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ენაზე რო ვთარგმნოთ, ასე ვთქვათ, რეესტრის და მთელი უძრავი ქონების რეგისტრაციის არის სრულიად გამჭვირვალე, ძალიან მოწესრიგებული და ვისურვებდი, რომ ეს მოდელი შესაძლებელი იყოს ახლო მომავალში, ასე ვთქვათ,
ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ საქართველოშიც, იმიტომ რომ საკმაოდ უსაფრთხო და ძალიან დაცული არის ინვესტორი, ამას ყოველ ეტაპზე გრძნობს. დუბაის როცა ვახსენებთ, ზოგადად საქართველოში განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქართველი მომხმარებელი საკმაოდ მომთხოვნია და საკმაოდ ფრთხილი სიახლეებთან ძალიან უჭირს ზოგადად ქართულ მომხმარებელს რაღაც სიახლისკენ ნაბიჯის გადადგმა. თუმცა როცა ესე დეტალურად გვეძლევა საშუალება რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში კარგად ავუხსნათ, ყოველთვის ჩემი პრაქტიკაში ეს სრულდებოდა გადაწყვეტილებით და შემდეგ ძალიან კმაყოფილი იყვნენ ხოლმე ამ გადაწყვეტილებით. ამიტომ ჩვენი ღონისძიების მთავარი მიზანიც და მიზეზიც და შემდგომში ვეცდებით რომ მეტი ინფორმაცია მოვაწოდოთ ჩვენ მომხმარებელს იქიდან გამომდინარე რომ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ქართველი მომხმარებელიც მიეჩვიოს ასე ვთქვათ ინვესტიციის დივერსიფიკაციას და აი რაღაც სიახლეებისკენ ნაბიჯის გადადგმას და ამით დიდი სარგებელის მიღებას ისევ ამ სარგებელს ისევ ჩვენ ქვეყანაშივე გამოვიყენებთ საბოლოო ჯამში ხო თან ძალიან საინტერესოა დუბაის როცა ვახსენებთ სულ პირველი რასაც ვფიქრობ ალბათ ეს არის მაღალი სტანდარტი და შესაბამისად მაღალი ფასი მაგრამ მინდა გითხრათ რომ საშუალო სეგმენტისთვისაც არის საკმაოდ ხელმისაწვდომი ციფრებში რო გადავიტანოთ დაახლოებით უძრავქონებაში ინვესტიციის გაკეთება როცა გსურს ეს დაახლოებით $300,000 არის მინიმალური საიდანაც ვთქვათ უნდა და ვივარაუდოთ რომ უძრავი ქონების ფასია მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ძალიან მოქნილი გადახდის გრაფიკები, რომელსაც დეველოპერული კომპანიები მომხმარებელს თავაზობს. ეს არის როგორც წესი, ასე ვთქვათ, 3-4 წელზე გაწერილი გრაფიკი ძირითად თანხას თითქმის ნახევარს მომხმარებელი ხდის პროექტის სრული დასრულების შემდეგ, პროცესში ხდება მხოლოდ 50-60%-ის დაფარვა, საწყის ეტაპზე საჭიროა მხოლოდ 20%. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია, რასაც ასევე ხაზი მინდა გაუსვა უსაფრთხოების მიმართულებით. თავიდანვე პირველი 20%-ის გადახდისთანავე ემირატებში მყიდველი რეგისტრირდება როგორც მომავალი მესაკუთრე, ანუ ამონაწედი ჩვენი ნაზარზე გადმოვთარგმნოთ მომხმარებელს უკვე აქვს ხელთ 20%-ის გადახდის შემდგომ 20%-ის გადახდისთანავე ასევე 20%-ის გადახდისთანავე შესაძლებელია დაიწყოს ვიზის პროცესი მაგალითად როცა $550,000 დაახლოებით ინვესტიციას ახორციელებს პირველი 20%-ის დაფარვისთანავე იწყებს ოქროს ვიზის პროცესს რომელიც ეძლევა არა მარტო მას არამედ მთელ ოჯახს და ძალიან ბევრ ბენეფიტს აძლევს ასე ვთქვათ მომხმარებელს ну გარდა თავისუფალი ასე ვთქვათ ცხოვრებისა და საქმის წარმოებისა საბანკო ანგარიშების გახსნისა ემირატებში უსაფრთხოებას ასევე რაც შეეხება ეს უსაფრთხოებას სანამდე გავაგრძელებთ საუბარს ნუ ეხა ეს რა თქმა უნდა არ ახალია ეს უსაფრთხოების კომპონენტი და ამაზე გითხავთ აუცილებლად სტატისტიკითაც ერთ-ერთი პირველია კი ბატონო დაბალი კრიმინალი დაბალი დანაშაული და შესაბამისად ხო არანაირი კრიმინალი შეიძლება ესეც კეთიც რა მაინტერესებს ეხა თქვენ ახსენეთ რომ აი დეველოპერული კომპანიები თავაზობენ განსაკუთრებულ პირობებსაც მათ შორის იგივე პოტენციურ კლიენტებს მე მაინტერესებს აი ეხა ჩვენთან არის გარკვეული კორელაციები ფინანსური ინსტიტუციებთან მე მაინტერესებს ხო, თუმცა ამას ვერ ვიტყვი ნამდვილად და არ ვიტყვი არც ერთ შემთხვევაში, რომ მოუხერხებელი ან მოუქნელი სისტემა არის, თუნდაც იგივე ჩვენი ბანკების ეგეთ ესაც ნამდვილად არ არის, ჩვენ ძალიან ძლიერი საბანკო სისტემა გვაქვს და შესაბამისად ის პირობებიც რაც არსებობს თუნდაც იპოთეკაზე ან სხვადასხვა მიმართულებებით, ну შეიძლება რაღაც ნაკლოვანებები გააჩნია, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ძალიან გამართული. მე მაინტერესებს ფინანსური სისტემა, საპროცენტო განაკვეთები, უძრავ ქონებაზე, იპოთეკის ნაწილზე და ასე შემდეგ, აი რამდენად არის ჯამში მოქნილი და რამდენად არის ხელსაღრელი მომავალი კონტრაქტორისთვის. რა თქმა უნდა, იპოთეკას რაც შეეხება, ასევე ძალიან მარტივი პროცესია, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება უკვე ბოლო ტრანშს, როცა უკვე დაიფაროს გაკეთებული ინვესტიცია, რაც საუბარია დაახლოებით ქონების ღირებულების ნახევარზე, ადგილობრივი ბანკები, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ თუ არა ემირატების ასე ვთქვათ რეზიდენტი, შემოსავლების რა თქმა უნდა შესწავლის საფუძველზე, ისევე როგორც ჩვენი ქართული ბანკები, ჩვეულებრივად ძალიან მარტივი
პროცედურის შემდეგ ან უმტკიცებს მომხმარებელს ეს დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი არის 5-6%. 5-6%. დიახ. შემოსავლების შესწავლა ხდება, ისინი უკავშირდებიან ადგილობრივ ბანკებს, რა თქმა უნდა, ითხოვენ გამონაწერს თქვენი შემოსავლების, ქონია ამის არაერთი პრეცედენტი და ძალიან გამარტივებულია. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მარტივს ხდის ამ ბაზარზე უძრავი ქონების შეძენას. ანუ მარტივად დგამთ პირველ ნაბიჯს, შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გაქვთ ასე ვთქვათ გარკვეული თანხის დაფარვისთვის. ასევე აქვე ხაზი უნდა გაუსვა, რომ სიმარტივე არის ამ მიმართულებით ისიც, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაასხვისოთ ეს უძრავი ქონება, სანამ შეიძენთ. ნებისმიერ დროს თქვენ უკვე ხართ მომავალი მესაკუთრე. ჩემი გამოცდილებით საქართველოში ეს პრაქტიკა ნაკლებად არის, დეველოპერები გარკვეულწილად ითხოვენ უძრავი ქონების საბოლოოდ ასე ვთქვათ გადაფორმებას და მეტწილად ასეა. იქ პირიქით ამაში შეზღუდული არ არის. უბრალოდ ამ შემთხვევაში თქვენ ხდებით თანა ინვესტორი ამ პროექტის, როდესაც შედიხართ საწყის ეტაპზე და თქვენთვის ასურველ დროს, როცა უკვე ხედავთ, რომ სასურველ ნიშნულს მიაღწია თქვენმა განხორციელებულმა ინვესტიციამ, შეგიძლიათ უკვე მოგებით გაასხვისოთ. აქვე ხაზი მინდა გაუსვათ ჩვენ როლს ამ შემთხვევაში, რაზეც არ მისაუბრია. ზოგადად ემირატებში ჩვენ ძირითადად დუბაიში ვოპერირებთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს სხვა ასე ვთქვათ, მხოლოდ დუბაითი არ შემოვიფარგლებით. ასობით დეველოპერული კომპანია არის წარმოდგენილი ბაზარზე. ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის ანალიზი, ძალიან მნიშვნელოვანია გაფილტრა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი გამოცდილებით, რა თქმა უნდა და ხელშეკრულებით დაკავშირებული ვართ ყველა კომპანიასთან, თუმცა ძირითად აქცენტს თანამშრომლობაზე ვაკეთებთ მხოლოდ იმ კომპანიებთან, სადაც ჩვენთვის, ასე ვთქვათ, შესაბამისი მაღალი სტანდარტია, როგორც ხარისხის კუთხით, ასევე ჩაბარების კუთხით და ყველა სხვა ფილტრი არის გავლილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პირველი ღონისძიება სწორედ ჩავატარეთ ერთ-ერთ უდიდეს წამყვან დეველოპერულ კომპანიასთან ერთად, შობა რეალთი, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობთ და სხვათა შორის კომპანიის გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში ჩვენ გადმოგვცა შობამ, ასე ვთქვათ, ჯილდო ძალიან გასაკვირი იყო, არ ველოდებოდით, ძალიან სწრაფად პერიოდში მოხდა. ეს ან აქტიური პარტნიორობისთვის, თანამშრომლობისთვის მათ შეგვარჩიეს 30 საუკეთესო კომპანიაში. ასევე თანამშრომლობთ, აქვე ვახსენებ საქართველოში კარგად ცნობილ MR-თან, ელინგტონი, ეს ომნიატი, ყველა საუკეთესო წამყვან კომპანიასთან, რომელიც არის წარმოდგენილი ბაზარზე. რაც შეეხება ჩვენ გოლს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, ზოგადად უძრავი ქონების სფერო ემირატებში მთლიანად დგას უძრავი ქონების კომპანიებზე, გამომდინარე ბაზრის ტემპებიდან და დინამიური ზრდა განაპირობებს ამას, რადგან მოთხოვნა იმდენად დიდია, დეველოპერულ კომპანიებს ფიზიკურად რესურსი არ აქვს მოემსახუროს ამ მოთხოვნას, ამიტომ მათ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ყველა, ასე ვთქვათ, უძრავი ქონების კომპანიასთან. კონკურენცია, რა თქმა უნდა, დიდია, იმიტომ ათასობით უძრავი ქონების კომპანია არის წარმოდგენილი და ძალიან მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორის შერჩევა, რაც მე ვიმედოვნებ, რომ ქართველი მომხმარებლის შემთხვევაში, მათი ინტერესის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ამ შემთხვევაში ძალიან სანდო პარტნიორი და ყოველთვის ყოველ ეტაპზე, არ მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის ეტაპზე. ეს იქნება შემდგომი მენეჯმენტი, დროულად ამ ქონების გასხვისება, ან გრძელვადიან შემთხვევაში ქონების გაქირავება, სრული პაკეტით, სრული სერვისით კეთი, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენმა საუბარმა ფაქტობრივად აბსოლუტურად სხვა რაკურსში დაანახა ქართულ მომხმარებელს არაბთა გაერთიანებული ემირატების ბაზარი, ის პერსპექტივები, რაც ამ მიმართულებით არის. მე მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ პირადად და რა თქმა უნდა კომპანიას. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო აქტივობები გექნებათ კიდევ, დარწმუნებული ვარ. გისურვებთ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა, სანდრო, მადლობა. კეთი იოსელიანი, გასულობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს.